მოგესალმებით. საქართველოს დაკარგა მყარი ფუნდამენტი, რომელზეც აგებული იყო განათლებული და ძლიერი რესპუბლიკა. მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აღარასოდეს გვიცხოვრია რეალურ სამყაროში. ყველა გამოცდილება, რაც მივიღეთ, ეს იყო ჩვენი ყოველი ნაბიჯის უკური აქცია, რადგან ვერ მიუახლოვდით იმ სამყაროს, რომლისკენაც მივისწრაფოდით. ან გვეგონა, რომ მივისწრაფოდით. მაგრამ არაცნობიერი სამყარო არ გვიშვებდა თავისუფალი მოქმედებისთვის, რადგან თითქმის 40 წელი თვითონ ცხოვრობდით და საქართველოს ვაცხოვრებდით ჩვენივე შექმნილ სიმულაციაში, ილუზიებში, რომელსაც რეალობად აღვიქვამდით. ის განცდა გვაიმედებდა, ხომ არ შეიძლება ყველა ერთად ვცდებოდეთო, მაგრამ თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა, რომ ერთმანეთს საყოლილები კოლექტიურად ვიტყუებდით თავს, ან ერთად ვცდებოდით. მე პირადად საკმაოდ გვიან დავეთანხმე მას, ვინც პირველად ახსენა, რომ ტყუილში გვაცხოვრებენო. სტაფილო დაგვიკიდეს წინ, თანაც გვაიძულებენ უსიტყვოდ მივყვეთო. მაშინ ხომ ყველას გვეწინა, ეს როგორ შემოგვგადრესო და გასაკვირიც არ არის. აგერ ჩემი მიწაწყალი, ჩემი სახლკარი ხომ რეალობაა, სარკეში რომ ვიხედები, ეს ხომ მე ვარ და ესე იგი ესეც რეალობაა და მეც რეალობა ვარო. ვინ შეიძლება არ დაეთანხმოს ამას, რომ რასაც ვხედავთ რეალობაა, მაგრამ ამ მოცემულობაშიც ჩვენი აზრები გვაცხოვრებენ ირაციონალურ სამყაროში. ჩვენ არასდროს გვიცხოვრია სახელმწიფოში, რომელშიც ყველა თანაბრად აღიქვამდა პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ გარემოს. იმიტომ რომ რეალობაში არ არსებობს ასეთი სახელმწიფო თუ საზოგადოება. ამიტომ ამ ხრივ არაფრით განსხვავდებით სხვა სოციუმებისგან. ჩვენი თანაცხოვრების გამოცდილება შეფერილია ჩვენი, ესე იგი თითოეული ჩვენთაგანის კომპლექსებით, ჭრდილებით, არაცნობიერი დამოკიდებულებებითა და შინაგანი სცენარებით, ანუ ფსიქოლოგიური აღქმის უნარით. ჩვენ ვცხოვრობდით სოციუმში, რომელიც უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა, რადგან განსხვავებული გზებითა და ხერხებით ვეცნობოდით საზოგადოებების განსხვავებულ მოდელებს, ადამიანების ურთიერთობებს, რომელიც გვაოცებდა, აგვაფრთოვანებდა, მიძინებულ ჭიას გვიღვიძებდა, მიუწვდომელი და დაუსრულებელი ოცნების მორევში გვითხრევდა, რადგან მხოლოდ გარეგნული შეფასება შეგვეძლო. და იმისი წარმოდგენაც კი არ გქონდა, რომ ეს მხოლოდ ბზაკრული იარაღი იყო ვირტუოზების ხელში. უცხო სოციუმისთვის შექმნილ სიმულაციას საკუთარ სოციუმზე მორგებისთვის ვოცნებობდით. რატომ მოგვივიდა ასე? იმიტომ რომ ამას რეალობად აღვიქვამდით. ზოგი ამას ღალატად თვლის, მაგრამ ეს კონკრეტული ადამიანის ბრალი არ ყოფილა. ეს იყო სისტემა, რომელიც პროექცირებას ახდენდა ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენი ნდობის რეცეპტორებზე, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი გაკვეთილი გამოვიდა. მაგრამ გაკვეთილი მაშინ არის კარგი, თუ ამ გამოცდილებას გამოიყენებ. პირველი ეჭვი, რომელმაც შეაწუხა ნაკლებად აჟიტირებული და მიმდობი, საკმაოდ გამოცდილი და სოციუმის პრაგმატულად შემფასებელი ადამიანები მცირე ნაწილი აღმოჩნდა. ასეთი ადამიანები მაშინვე ეგზალტირებული მასის ქარ ცეცხლში მოხვდნენ. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა უფროსი თაობის ადამიანების დაუსრულებელ და ხშირად აგრესიულ კამაცაც შევსწრები ვარ, მაგრამ ადრევე მივხვდი, რომ პლურალიზმისთვის თურმე საკმაოდ მდგრადი ფსიქიკა ყოფილა საჭირო, რომელიც საზოგადოების აქტიურ ნაწილს იმხანად არ აღმოაჩნდა. წლების შემდეგ ამ პროცესის მომსწრე და მსხვერპლიც კი გავხდით. ათასობით მძიმე დაზარალებული იმ გავლილ წლებში მიმდინარე პროცესს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას აქმნებს, რაც საოცრებად აღარ მიმაჩნია, რადგან ეს ადამიანები იმ აცდენილ პარადიგმაში ჩარჩნენ და იმ მძიმე ათეული წლების გადაფასების უნარი არ აღმოაჩნდათ. დაფარული ცნობიერების დონეზე მათი ფსიქიკის სასოწარკვეთილი მცდელობა არ მოსწყდნენ იმ ეპოქას, რადგან იქნებ ის, ვინც ჩვენზე ეს ექსპერიმენტი განახორციელა, ამჯერად მაინც გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და სხვაგვარად შემოატრიალოს საქმეო. ფიცი მწამს, ბოლო მაგვირვებს, მაგრამ ბევრი ვერ შეიცვალა და ვერც ამ პარადიგმიდან ვერ გამოვიდა. კიდევ შეერა, რომ რამე ჩვენ სასიკეთოდ შეიცვლება მათი მხრიდან. ეს თითქოს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ არ უცხოვრიათ საკუთარი ცხოვრებით და მუდმივად სხვისი კარნახით ცხოვრობდნენ.
რადგან მათი ფსიქოლოგიური კონსტრუქცია ასეა მოწყობილი. სანამ ასეთი ადამიანი ვერ გააცნობიერებს რა დამართეს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, მანამდე მას კედელზე გაელვებული აჩრდილები ნამდვილ ურჩხულებად მოეჩვენება. კედელზე დაწერილი 300 კი რეალურ საგნად. ეს იმის დასტურია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არათუ კაცობრიობის, საკუთარი გამოცდილებისაც კი არ სჯერათ. მაგრამ მრავალი იყო, ვინც გააცნობიერა თუ რა დამართეს ქვეყანას და ხალხს. ამიტომ გადაფასების მძიმე დრო დაუდგათ. მათთვის სამყარო მკვეთრად შეიცვალა. არა იმიტომ, რომ სხვა გარემოებები დადგა, არამედ იმიტომ, რომ პირველად დაინახეს ასე ახლოს მტაცებლის ბუნება, რომელიც მისივე ანარეკლი იყო. თვალნათელი და ხელშესახები გახდა მეგობრებისა და პარტნიორების ბრჭყალებში ნამოქმედარი. ამ ადამიანებმა, ვინც გაუძლოთ სტუნებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მთელი იარუსით ქვემოთ დაშვებას, საკუთარი ფსიქიკის სარკეში ჩაიხედეს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანმდევია, თუმცა ყოველთვის დაფარული. სხვები კი ამ სარკის გატეხვას შეეცადნენ, რადგან დამნაშავე ხომ მუდამ სარკია. თუ შენ ისე არ გამოიყურები, როგორც წარმოცახვაში ხედავ, მაშინ ის ხომ შენი ტანჯვის წყარო ხდება. მაგრამ რაცაც ვაწყდებით, თუ განვიცდით ყველაფერი, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. არა მისტიკური გაგებით, არა მიზიდულობის კანონის ლოზუნგებით, არამედ ზუსტი ფსიქოლოგიური მექანიზმით, რომლის აღწერა, შესწავლა და რუკაზე დატანაც კი შეიძლება. ცხოვრებაში ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები იმ ადამიანს გაურბიან, რომელიც ოდესღაც ფარველობდა უძლურებისა და დაცემის მომენტში ხელს უწვდიდა და ფეხზე წამოდგომაში და მხარად დადგომაში ეხმარებოდა. და ამას აკეთებდა ზედმეტი განსჯისა და შეფასების გარეშე. ეკუთვნოდა თუ არა ამ ადამიანს ხელის შეშველება და გვერდში დგომა. ბევრი უარყოფითი მაგალითი ვიცით ყველამ, თუნდაც უახლოესი წარსულიდან, მაგრამ დავტოვოთ ასე მრავალ წერტილით. და რამდენად საოცრადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ადამიანები გაურბიან ცხოვრების ასეთ ეპიზოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავენ მის ადგილზე და თუ კიდევაც ვინმე შეეცდება მოირგოს მისი როლი, დარწმუნდება, რომ ის ასე უანგაროდ ვერ მოიქცეოდა და ამიტომ ზძულდებათ ის და არა მარტო როგორც ადამიანი, არამედ ზულთ ის ადგილიც და ის დროც, როდესაც ეს მოხდა. მაგრამ იმ საგანს ვერ ელევიან, რომელიც გადარჩენის ჟამს იმ ადამიანმა დაუტოვა. თურმე შენ მასში გძულს ის, რისი მიღებაც ოდესღაც სხვისი ხელიდან საკუთარ თავში ვერ დაძლია. ახლა კი იხსენებ და მისით შეპყრობილი ხარ. თანაც ვერც ფიქრებს წვეთ მასზე და ვერ ელევი მას. რატომ? იმიტომ, რომ ეს შენი არარეალიზებული პოტენციალია. ამიტომ მუდმივად იქნები იმ გამოცდილების პროექცირებით, რაც მსხვერპლის როლში დაგტოვებს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი დახუნძლული ფსიქოლოგიური ტრამვებით ცხოვრება, როგორც საზოგადოებაში აფასებენ ხოლმე, უმადური ადამიანის გამოცდილებაა, რომელიც თავის მფარველს, გადამრჩენელს და დამპურებელს აღიქვამს როგორც მტერს, რადგან ის ამხელს მას საკუთარ ფსიქოლოგიურ სარკეში, რადგან ეს მისი არარეალიზებული პოტენციალის ანარეკლია. როგორც საოცრებადაც არ უნდა ჩაითვალოს, ცალკე აღებული ინდივიდის ასეთი პრაქტიკა ვრცელდება მთელ სოციუმზე, რაც აირეკლება საზოგადოების განწყობაზე და დამოკიდებულებაზე არა მარტო მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების შეფასებაში, არამედ ზოგიერთი ისტორიული მოვლენების მიმართაც. ამიტომ ასეთ საზოგადოებაში, ვინც არ კარგავს მეხსიერებას და რაიმე მაგალითით ან მინიშნებით ახსენებს თანამოქალაქეებს იმას, რაც თითქოს დავიწყებას მიეცა, როგორც წესი იწვევს მძაფ უარყოფით რეაქციას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ცალკეული ინდივიდის ფსიქოლოგიურ სარკეში აირეკლება ესა თუ ის მოვლენა, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის ფსიქოლოგიურ საერთო სარკეშიც თითქმის იდენტურად აირეკლება იგივე მოვლენა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქვეყნის ცალკე აღებული ისტორიული მონაკვეთები, რომელიც განსხვავებულად აღიქმება საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში, ქმნიან დაპირისპირებისა და
ქაოსის საფუძვლებს და ამის მიზეზი ცალკეული ინდივიდების ფსიქოლოგიურ სარკეში განსხვავებული ანარეკლის შედეგია. ასეთი ისტორიული ეპიზოდები, რომლებიც საზოგადოებაში გახლიჩის საფუძვლებს ქმნიან, უმეტესწილად კონკრეტული ისტორიული მოვლენების გიპერტროფირებული აღქმაა, იმის მიხედვით, რამდენად სუფთა და მდგრადია ინდივიდის ფსიქოლოგიური სარკე. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ საზოგადოების სტაბილური განვითარება პირდაპირ პროპორციულია მის ჯანსაღ ფსიქიკაზე. თუ რამდენად სწორედ პროექცირებს მისი ფსიქოლოგიური სარკე წარსულისა და აწმყოს რეალურ მოვლენებზე. ნახვამდის. კარგად მენახეთ.